მე-20 საუკუნე ქართული მუსიკის მატიანეში ერთ-ერთი ბრწყინვალე ხანაა. ბევრი გამორჩეული ადამიანით მდიდარი და ამ გამორჩეულ ადამიანთა შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ოდისეი დიმიტრიადის. აი ღმერთი რაღაც ძალიან გულუხვია ხოლმე ზოგიერთი ადამიანის მიმართ. გარეგნობით, ნიჭით და წარმატებით ყველანაირად დააჯილდოვებს ხოლმე. ოდისეი დიმიტრიადი აი გარეგნობითაც უკვე ისეთი იყო, რომ გამოვიდოდა ესტრადაზე უკვე დაპყრობილი ჰყავდა აუდიტორია, მსმენელი აუდიტორია. აი ესეთი ახალგაზრდას უკვე შევერცხლილი ქოჩორი ჰქონდა და მერე ნუ დაიწყებდა დირიჟორობას. ერთ-ერთმა ქართულმა მუსიკისმცოდნემ ანტონ წულუკიძემ მას ქართული მუსიკის მგზნებარე პატრიოტი უწოდა. თვითონაც მგზნებარე პატრიოტი იყო ქართული მუსიკისმცოდნე, მაგრამ ისე უბრალოდ პატრიოტობა არ აკმარა, მგზნებარე პატრიოტი. შეუძლებელია ბატონი ოდისეის დავიწყება. ეს ისეთი შთამბეჭდავი, ისეთი მომხიბლავი. ისეთი ქარიზმატული პიროვნება იყო თავისი მოზღვაებული ტალანტით, გასაცვიფრებელი ენერგეტიკით, შემოქმედებითი ენერგიით, თავისი დებისყოფით, არტისტიზმით, ცხოვრების წესით, ადამიანური ურთიერთობის კულტურით, კეთილგანწყობილებით და გამორჩეული გარეგნობითაც. აი ნამდვილი ჯიჭიერი არტისტის გარეგნობა ჰქონდა, სრულიად წარუშლილი თავისი თელმის თავისი არსებით, ფიზიკურადაც, სულიერადაც ეს იყო მშვენიერი ადამიანი. იცით, მან ძალიან წარუშლილი კვალი დასტომა და დიდი ამაგი დასტო ქართულ მუსიკალურ კულტურას. ქართული საზოგადოება დიდ საყვასცემდა ბატონ ოდისეის. ქართველებს უყვარდათ ეს პიროვნება. მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა მუსიკოსთა წრეებში. ეს იყო მეტრი, იცით, რომელიც წარმართავდა ჩვენ მუსიკალურ ცხოვრებას თითქმის 3 ათეული წლის მანძილზე. მისი ტემპერამენტი არასოდეს არ გადასულა რაღაც პათეტიკაში, არასოდეს ფორსირებული ჟღერადობით, არასოდეს არ იყო გატაცებული. ბუნებრივი პროცესი იყო ეს მისთვის. ძალდაუტანებლად, ორგანულად, აი ძალიან ლაკონური და გამოსახული ჟესტი ჰქონდა და მშვენიერი სანახავი იყო გარეგნულადაც სადირიჟორო პულტთან. ზემოქმედებას ახდენდა ორკესტრზედაც, შემსრულებლებზედაც, აუდიტორიაზედაც. კეთილგანწყობილი დირიჟორი იყო, არ განეკუთვნებოდა დირიჟორ დიქტატორებს. ესე ვთქვათ, რბილად წარმართავდა ამ პროცესს. და ორკესტრი ძალიან გრძნობიარე ორგანიზმია და გრძნობდა ბატონი ოდისეის ჯერ ესეთი დიჭიერებას, პროფესიონალიზმს, გრძნობდა მის არაჩვეულებრივ კეთილგანწყობილებას და ასევე დიდი სიყვარული და პატივისცემით პასუხობდა მას.
1886 году отец Одиссея Димитриады переехал в Батуми сюда. В 1908 году родился 7 июля сам Одиссей Димитриады. Этот город оставил большую память. Семья Димитриады была очень почитаемой в городе. Его отец был бессменный участник Батумской думы. И когда некоторых местных депутатов спрашивали, вы за что? Мы как это Ахиллес Димитриады, настолько большим уважением пользовался он. დიმიტრიადების ოჯახი ცხოვრობდა შაუმიანის 50-ში, ეხლანდელი დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე. შესანიშნავი ეზო იყო, 800 ოჯახი ცხოვრობდა ეზოში და ესენი გამორჩეულები იყვნენ თავიანთი იმით, შესანიშნავი გემოვნებით. კარებზე მენხიორის ხელსაკიდები იყო. ფანჯრებზე ისეთი სახელურები იყო, გაოცდებოდით. ეტყობოდა, რომ ძალიან მაღალი წრის ხალხი არსებობდა აქ. ძალიან კარგი ოჯახი იყო, როგორც გადმოცემით ვიცი. ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ პაპანდოპულოები, ბერძნები და ორჯერ იყო ჩამოსული, რომ იმათი გზაკვალი გაეგო. და სტუმრად ჩვენთან მოვიდა. მთხოვა გავყოლოდი შაუმიანის 50-ში. ჩავედით ეზოში და მან მანახა თავისი ბინა. შესანიშნავი პიროვნება იყო, შესანიშნავი. თავმდაბალი, ისეთი ზრდილობიანი, გადასარევი ადამიანი იყო. მთხოვა თბილისში მას ვსტუმრებოდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. მეორეჯერაც იყო ჩამოსული. მეგზურობა გაუწიე, სულ დავათვალიერებიე ბათუმი. ძალიან შეცვლილი მოეჩვენა და არ ესიამოვნა. უწინ სტალინის ძეგლი სადაც იყო, იქ იყო ვარდების გალერეა და ის აიღენ. მე ძეგლი რო აიღენ და ის მოშალენ ყველაფერი, ვარდებიც აღარ იყო და გული ეტკინა. რატომ აიღესო ესო, რატომ რა სილამაზე იყო, მართლაც ისეთი სილამაზე იყო, არაჩვეულებრივი. ყვავილების საათი იყო ბულვარში. ისიც გაახსენდა და თქვა, სასწაული ადამიანი იყო. იყო საოცრად თბილი, იყო აი პატარა ბავშვივით ხანდახან ისე გახდებოდა, რომ გაკვეთილს რომ დავამთავრებთ, ხანდახან დათიკოს მიძახდა. ქართულ რუსულად მელაპარაკებოდა, აბა წავიდეთო მომენატრაო, ფუნიკული ორიო იქ წავიდოდით იქ ისეთი ადგილები, სადაც მონატრებული იყო. საერთოდ გახდათ ბათუმელი, ბათუმში დაბადებული იყო. დღესდღეობით რო არის ეკლესია ზუბალაშვილების აშენებული ყოფილი ვაგზლის შენობის გვერდზე, ის იყო კათოლიკური ზუბალაშვილების აშენებული და დღეს მართლმადიდებლური აი მანდ იყო ორგანი, სადაც პატარა როდესაც იყო, გვერდზე ბარაკები იყო, პატარა სახლები და იქ ცხოვრობდა ოდისე დიმიტრიადი, მათი მშობლები, ბერძნები, ჯერ კიდევ ბაბუა და ბები ამისი ჩამოსული საბერძნეთიდან და ძალიან საინტერესო რაღაცებს მიყვებოდა. უკრავდა ხანდახან ამ ეკლესიაში ორგანზე. ერთხელ ჩავიყვანე ბათუმში და ჩოლოქის, ასე ვთქვათ, გადასასვლელთან დიდი ხნის ის იყო, რა ქვია, ჩაუსვლელი ბათუმში და ერთი წუთი თუ გააჩერეო მანქანა მითხრა და გადმოვიდა მანქანიდან, მუხლებზე დაიჩოქა ამ ხელ ადამიანს უყურებდი და ემთხვია მიწას, რომ აი იქ დაბადებული იყო, იქ გაზრდილი იყო. საოცარ რაღაცებს მიყვებოდა. ზღვა რა ადგილზე იყო, როგორ წავიდა უკან ბათუმში, რა ადგილზე. ესე იქ საოცარი ესეთი რაღაცები, რომელიც ეხა ესე ადამიანი შეიძლება წიგნის სახით ან მოგონებების სახით
არიან რომ ესე იგი არ დაუწერია და წაიღო. თუნდაც ის რომ მაგალითად მე მასთან ერთად ხშირად მეტყოდა რომ ჩემი შვილი გარდაცვლილი ყავდა პარისი ორესტი ცოცხალი იყო მაშინ საოცარი ქალიშვილი ნანა წავიდეთ სასაფლაოზე და ვაკის სასაფლაოზე რომ მიყვებოდი მას ხო არ არსებობდა რომ მე მაგალითად ყვავილი მეყიდა თვითონ უნდა ეყიდა და აი ესეთი მასიარულიც ისეთი ქონდა აი ღიმილს კეთილ განწყობიან ღიმილს იწევდა აი ის რო არის ქორწილი რო არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი და რომ მიაქვთ ყვავილი რო უკავია ესე სწორად და რომ მიდის აი ესეთი რუდუნებით მიქონდა მას შვილთან ბატონმა ოდისეიმ თავისი საიუბილეო 90 წლის რო ჩაატარა ოპერაში აირჩია სწორედ აბესალომი. თუმცა რეპერტუარი უზარმაზარი ჰქონდა საოპერო რეპერტუარი და მის შედევრებად, საშემსრულებლო შედევრებად შეიძლება ოპერაში დავასახელოთ აიდა, პუჩინის ტოსკა, პიკის ქალი, ონეგინი და უამრავი, მაგრამ აირჩია სწორედ აბესალომი. და უნდა მოვახსენოთ რომ ეხლა მე მანამდეც მოვისმენია ბევრჯერ აბესალომი მისი შესრულებით და აი ყველა ეს დასახელებული სპექტაკლი 90 წლის ოდისეი როგორც დირიჟორობდა აბესალომს რომ დამთავრდა სპექტაკლი მე ჩემთვის ესეთი დასკვნა გავაკეთე რომ ალბათ ეს იყო ყველაზე ახლოს ეს შესრულება ინტერპრეტაცია ალბათ ფალიაშვილის ჩანაფიქრთან და მოგეხსენებათ პირველი სპექტაკლები აბესალომის ჩაატარა ზაქარია ფალიაშვილმა ანუ ავტორმა კომპოზიტორმა თუმცა მას ჰყავდა პროფესიონალი დირიჟორი გახდათ მისი ძმა ივანე ფალიაშვილი აი საინტერესოა მან ჩაატარა პირველი სპექტაკლები და არა ივანე კი არანდო ალბათ იმდენად ახლოს იყო მისთვის ეს ტრაგიკული მუსიკა მოგეხსენებათ მიძღვნა კლავირს და პარტიტურას აწერია რომ შვილს დაღუპულ შვილს ირაკლის მიუძღვნა ალბათ ამიტომაც ჩაატარა მოგეხსენებათ ტრაგიკული მუსიკა და განსაკუთრებით მესამე აქტი და აი მე როგორც მოვისმინე ოდისეის 90 წლის ეს იყო ზაქარიასთან ისიც აახლოვებდა და ოდისეიც შვილგვტარი მამა გახდათ თავისი კვალი ძალიან დიდი კვალი დატოვა ქართულ მუსიკაში. ეხლა საბალეტო ხელოვნებაში ხომ აი დღესაც სრულდება ჩვენს თეატრში ოტელო ხომ? წარმოიდგინეთ 60 წელზე მეტია გასული რაც ეს ბალეტი შეიქმნა ხომ? მაგრამ დღესაც იგრძნობა რომ აი ინტერპრეტაცია არის აიც ოდისეის ისეთი დიდი კვალი დაამჩნია აი
პირველ სპექტაკლებს, რომ შემდეგში ეხლა ვატო მაჭევარიანი ალექსის შვილი დირიჟორობს, მაგრამ ინტერპრეტაცია მაინც ოდისეის ჩანს. ეს არ არის ცუდი, თქვათ, ეს პირიქით კარგია, რომ ისე ჩაჯდა ეს ტემპები და ეს მიდგომა მუსიკისადმი ამ ბალეტში, რომ შვილმაც აღარ აუარა გვერდი. მე მახსოვს ბატონი ოდისეის პერიოდი იყო, როდესაც ის იყო მთავარი დირიჟორი სიმფონიური ორკესტრის. და აი სიმფონიური კონცერტები, მერე ჩვენთან თეატრში სპექტაკლები, ეს იყო პირდაპირ ყველა მისი ნამუშევარი, ყველა მისი ნადირიჟორები იყო წინვალე ცით დემონსტრაცია ნიჭის, გენიოსობის რაღაცა ზღაპარი, რაც შეიძლება კარგი ითქვას მუსიკის შესახებ. გარდა იმისა, რომ ეს იყო არაჩვეულებრივი დიდი მუსიკოსი, ეს გახლდათ დიდი პიროვნება. კონსერვატორიაში მაშინ იყო საოპერო დირიჟორის მომზადების კლასი და ამ კათედრას არ ვიცი, კათედრას თუ რა, ყოველ შემთხვევაში ბატონ ოდისეის ჰქონდა იქ კლასი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საერთოდ ჩვენი სადირიჟორო სკოლის განვითარებაში. ჩემი კონსერვატორიაში სწავლის პერიოდი დაემთხვა იმ პერიოდს, რომ ბატონი ოდისეი იქ ასწავლიდა. მე საერთოდ ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა დირიჟორობა და ძალიან ხშირად ვესწრებოდი ბატონი ოდისეის კლასში მუშაობის პერიოდს. უბრალოდ და ის იმდენად დიდი ადამიანი იყო, რომ ხედავდა ამ ჩემს რაღაცა გარკვეულ სიყვარულს დირიჟორობისადმი და არც ერთხელ არ უთქვია, რომ იცი რა, მე სამუშაო მაქვს და თუ შეიძლება დაესწრები. ვესწრებოდი ისე დიდი სიამოვნებით, ისეთი თვალები, აი და ქაჩულით უსმენდი ამ დიდებულ ადამიანს. მას ჰქონდა რაღაცა ზღაპარი იუმორი. ახლა ყველა პედაგოგს აქვს რაღაცა სიმკაცრე. მაგრამ ეს სიმკაცრე არ იყო, იცით, გამოწვეული რაღაცა სიბოროტით, რაღაცას იტყო და ისიც რომ მოსპობდა ადამიანს. არა, შეიძლება უფრო მეტი სიმკაცრე ეთქვა ვიდრე სხვას, მაგრამ ის რაღაცა იუმორშიც გაატარებდა ამ თავის შენიშვნა იყო თუ რაღაცა გამოსწორება. ისეთი გარეგნობა ჰქონდა ბატონ ოდისეის, რომ ნუ რა ვიცი, ხა ოლიმპოზე თუ ყავდათ დირიჟორი ღმერთებს, ალბათ ეს ოდისეი დიმიტრიადი იყო და ალბათ დღესაც იქ არის. რაღაცა განსაკუთრებული ხო არის, რომ ადამიანი დაიბადება რაღაცა გარკვეული პროფესიისთვის. თუ აი დიმიტრიადი იყო დაბადებული იმისთვის, რომ დგარიყო პოდიუმზე. ეს იყო მართლაც სრულიად უნიკალური შემთხვევა, როგორც ადამიანის პირველ რიგში მე რატო ვუსვამ ამას ხაზს. ეს იყო ადამიანი, რომელიც არასოდეს თავის ცხოვრების მანძილზე არ შემოფარგლულა რაღაცა ერთი, თუნდაც ეს ყოფილიყო მისთვის ყველაზე საყვარელი რამ მუსიკა. პირველ რიგში ის იყო დაინტერესებული ყველა მისი თანამშრომლის პიროვნებით, მისი კარგად ყოფნით, გაჯავრებით, შექებით, გაწყრომით. არ იყო, მე არ მახსოვს დღე, როცა არ შეგხვდებოდა, ვთქვა, თუნდაც ჩვენ სრულიად ახალგაზრდებს
თეატრში, ფოიეში, დერეფანში არ მოეკითხე მას სახელით და არ ეკითხა როგორ არის დედა, როგორ არის მეუღლე, როგორ არის შვილი, საიდან იმახსოვრებდა ის ამდენ შემადგენელ ნაწილს ყოველი ადამიანისა და ყოველი თანამშრომლისას, მე არ ვიცი. მე შეიძლება ითქვას, თითქმის ესეთი შემთხვევა მეორე არ შემხვედრია. რაც ეხება მის უნიკალურ მუსიკალობას, ის იყო ძალიან მკაცრი, ძალიან მომთხოვნი, ხმამაღალი ადამიანი იყო. შეიძლება ესეთი მუშაობა, როგორც ის მუშაობდა, ეხლა აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ის შენიშვნასაც ხმამაღლა ეძლეოდა, შექებითაც ხმამაღლა აქებდა ადამიანს. ძალიან უყვარდა რაღაც გაუგებრობებში და რაღაც ისეთ ჩხუბებში და ასე ვთქვათ, გარჩევებში ჩარევა. პირველი იყო ყოველთვის, არასოდეს არ იხევდა უკან არაფერზე და ამიტომ მასზე ძალიან ბევრი ისეთი სასაცილო შემთხვევაც კი ყოფილა ხოლმე მისი თანამედროვეებისგან ვიცი, ასევე ჩემი მეუღლე მუსიკოსი გახლავთ და მრავალი წელი მუშაობდა მასთან და მე არ ვიცი ადამიანი, რომელსაც ოდისეი დიმიტრიადიზე ეთქვას რაიმე აი ორჭოფული, გადაბრუნებული რაღაცა, ხო, ისე რაღაცა ესეთი გაჟეჟილი, ასე ვთქვათ. ის უბრალოდ უყვარდა სულ ყველას. აი ეს იყო მისი უდიდესი დამსახურება მუსიკის წინაშეც და თანამშრომლების წინაშეც. საზღვარი არ ქონდა ამ კაცის ფანტაზიას მუსიკაში. რო უსმენდი მის დირიჟორობას, ეს იყო ზღვა, ოკეანე, რაღაცა არაჩვეულებრივი დირიჟორობის მანერა ქონდა აბსოლუტურად განსხვავებული. ძალიან ბევრი ერთი პერიოდი იყო უკვე ჯოხს აღარ ხმარობდა და ხელებით დირიჟორობდა. აი მარტო უჯოხოდ მის დანახვას არაფერი მერჩივდა. იმის მიუხედავად ამისა, რომ მუსიკა სხვა იყო, ამ კაცის აი ყურება და მოსმენა ეს იყო დაპირ რაღაც არაჩვეულებრივი სინთეზი მუსიკის და სილამაზის.